ეს სერიოზული კითხვები თუ იქნებოდა გეთქვა მოებზადებოდა. ოღონდ იმაზე მეტად ვაბრალებ ხანდახან. ვიდრე უნდა დავაბრალო. პასუხისმგებლობები ალბათ კი, როგორც უფროსი ძმა, თან განსაკუთრებით ოჯახში, სადაც კაცი არ არის. იქნებ მოვიდა დრო, რომ იცე შენ თავს თავისუფლების უფლება. დიდი რა, ეხა მომინდომა აქ თავისი აზრის დაფიქსირება. ვერ ვაანალიზებ რატო ხდება ეგ. როგორიცაა მაგალითად მამობა პირობითად. ძალიან მეშინია. შენი თავისთვის როგორი მამა ხარ? ურა უცნაურ კითხვებს მისვენ, ნინო. ვაიმე, ნეგამთხო. მოგესალმებით. დღეს ეს სტუმარი არის ნიკოლოზ ბიტრაბან. თქვენ იცნობთ როგორც რაბანა. გამარჯობა. გამარჯობა, ბიტრაბანათი არ წარუდგენი ვარ ნამდვილად არავის მე მგონი. შენ ხა გვარი რო კითხე, ისე კარგად განმიმარტე რომ მე ჩავთვალე რომ შენი სახელი და გვარი სრულად უნდა გვეთქვა. მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით რომ სესიაზე იმ ნამდვილ ადამიანებს ხვდებით, ვინც ჩვენ შიგნით არის. ჩვენი ნაწილები. ხო, მე ვეცადე, მინდა ამ გვარის დაბრუნება, მაგრამ რაღაცნაირად არქივიდან უნდა წამოიღოს და აქ არქივში არ არის რა. რუსეთშია მოკლედ და მაქედან არ ვიცი როგორ გამოვიტანო ეგ არქივი რო აქ რუსეთიდან რამდენად დღეს არ ვიცი. რთული ამბავია და მაგიტო მოგუყევი ნიკა შენ გვარზე. ძალიან საინტერესო ისტორია მომიყევი კადრს მიღმადა. ჩემ გვარზე, ნუ მე ესე გადმოცემით რაც ვიცი, ჩემი მოგონილი არ არის. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, რა თქმა უნდა და თავის დროზე დევნიდნენ რა მართლმადიდებლობისთვის ჩვენ ხალხს და წამოვიდნენ რა მოკლედ. როგორც ვიცი, რუსეთში აფარეს თავი და იქ რუსეთში გადასვლისას საზღვარზე ბიტრაბან რა გვარი არისო, საერთოდ და იქ ადრე იცოდნენ ხოლმე რუსეთში ხო გვარების რუსულად გაგრძელება ასე თქვა და ეს ბიტ მოაშორეს და რაბან და რაბანავ. რაბანოვი მაქედან შემქვა, ასე ვთქვა. ისე შემერქვა გვარად, ხო და მაგის მერე 1-3-4 თვაობა მინიმუმ არის გასული რა და არქივი ჭირდება მაგ ამბავს. თორე სურვილი ძალიან დიდი მაქვს რა, რავი თუ ვინმე დამეხმარება რომ ეგ გვარი დავიბრუნოს სიამოვნებით. ძალიან ლამაზი გვარია ეს. ბიტრაბან. და განსხვავებული გვარია. კი. თან იცი რა არის? შეცდომაში ვერ შეგიყვანს რა. რაბანოვს რო ვიძახი, ყოველთვის არის ხოლმე თათარი ხარ, ქურთი ხარ, აზერი ხარ, სომეხი ხარ, ანუ სულ აესტრე რუსი ხარ, ხო ხდები და აზერი ხარ, რავი, 1000-ნაირი ჯულის ხალხს მეძა იმას მიშვებია ხოლმე რა. უთხრათ რასეს მაყურებელს, შენ როგორ განსაზღვრავ ვინ ხარ? პირდაპირ ესე ვთქვათ, ნიკოლოზი ვინ არის? როგორც პიროვნება? ხო. ეგ ძალიან რთულ კითხვას მისვენ. ეს სერიოზული კითხვები თუ იქნებოდა გეთქვა მოებზადებოდი, ჩამოვწერდი. სპონტანურად მუშაობთ ფსიქოთერაპიაში ჩვენ. ნიკოლოზი ვინ არის? მე ვიტყვი, რად ჩამოყალიბდა, თუ გინდა. როგორც კომფორტულია შენ? ხო. იმიტომ რომ თვითონ ნიკა ძალიან ცუდი ბავშვი იყო, ასე ვთქვათ. რას ნიშნავს ცუდი? მავნე, ასე ვთქვათ რა. ოღონდ აქტიური ადამიანი. განსაკუთრებულად მავნებელი ბავშვი ვიყავი სკოლის პერიოდში, ვისაც ვახსოვარ, ყველა გაიხსენებს 4 სკოლიდან ვარ გამოგდებული, წარმოიდგინეთ. უკვე მიხვდები რა დონის ბავშვი ვიყავი, დედა ჩემი სულ დაბარებული, სულ მოკლედ ერთი ამბები იყო ხოლმე რა. ძალიან კონფლიქტური ბავშვი ვიყავი. თან ის ბავშვი ვიყავი ხოლმე ზუსტად. კლასში რო არის ხოლმე ერთი რიჟიკა, გამრთობი ყველასი და პუნტის თავი დაახლოებით ეგ ვიყავი. ჩემს კლასში ბევრი იყო ეგეთი და მეც ერთ-ერთი ვიყავი რა. საინტერესო. აი სულ ყოველთვის რო უკანა მერხზე ცდილობენ რომ დაждნე რომ მასწავლებელს დაემალოს და არ გამოჩნდეს რა. სულ ეგეთი ბავშვი ვიყავი, სულ ვიღაცას აი ეს რა ოღონდ ვიღაცა გამეცინებინა. ოღონდ აი მაგით ცოცხლობდი ასე ვთქვათ რა. ბავშვობიდან იღებდი ყურადღებას? ხო, აი ბავშვობიდანვე ეგეთი ტიპი ვიყავი, რომ სულ მინდოდა რომ ვიღაცა გამეხალისებინა. სხვადასხვა გზებით რა, ვიღაცას შეიძლება ეს მომეკაჩა, ვიღაცა, ოღონდ ეს მოკაჩვაც იმიდან განპირობებული იყო, რომ სხვას გაეცინა რა, მე აი რაღაცა უაზრო ის. ძალიან საინტერესო აქცენტი გააკეთე ხა ნიკა, მოდი ესე მოგმართო, კაი მაშინ მე. საინტერესო აქცენტი გააკეთე მართლა ის ნაწილი, რომ გაეცინებინა ვიღაცას, ვიღაცისთვის ყოფილიყო, ან რაღაცნაირად show-off მომენტივით შეიძლება ვთქვათ, ხო, რაც ბავშვებს ახასიათებთ. განსაკუთრებით აი თინეიჯერობის პერიოდში, უფრო პატარა ასაკშიც კიდე მით უმეტეს. და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ფსიქოთერაპიაში მაგას უყურებთ ხოლმე, რომ რა ხდება შენთან ისეთი, როგორც გინდა რომ დაგინახონ და თუ გახსოვს იქ და იმჟამად, რა იყო შენთვის აი მთავარი მამოტივირებელი წყარო, რის გამო გინდოდა რომ დაენახე.
და ვის გინდოდა რომ დაინახე რაც მთავარი. ალბათ ნახე ჩვენ ხო თავხდებით იმაზე რომ ადამიანისთვის შეიძლება ადამიანმა ნახევარი სიცოცხლე განლიოს, რასაც ქვია და ჯერ მაინც ვერ აღმოაჩინოს ის რისთვის ცხოვრობს და საიდან მოდის საერთოდ რა არის მისი როლი ამ სამყაროში. რო გითხრა ახლა იმ ბავშვობაში მე გააზრებული მქონდა თქო. რა თქმა უნდა. მოგატყუებ. უნებრივია. მაგრამ აქედან ამ გადმოსახედიდან დღევანდელი დღიდან მკითხულობ. 31 წლის ნიკა რომელიც ახლა გახდება 31 წლის რო გადახედოს იქით იმ ბავშვს რომელიც პატარა იყო ხო? რო უფიქრდები თითქოს ერთნაირი მოტივი გვაქვს ახლაც და მაშინაც. ეგრე როგორ შეიძლება რომ არ შეიცვალოს ეგ და რა მავნებელიც ვიყავი, მაგრამ მე ხო მახსოვს რომ სასაცილო ტიპად ვიყავი რა, აღქმული ასე თქვა რა, ვინც ესე თქვა სულ რაღაცა ვიღაცის გაცინება უნდა, სულ ვიღაცა უნდა რომ გამხიარულოს რა და მაგის ყველაფერს ვაკეთებდი საერთოდ. ხო. აი ყველაფრისთვის მზად ვიყავი რომ ტიპი გამემხიარულებინა რა. ოღონდ მაგის მე რო გავამხიარულებდი, მე ჩემ თავთან რო რჩებოდი, მე სულ მოწყენილი ვიყავი ხოლმე საკუთარ თავთან რა. იცი ალბათ მაკდა ისეთი ადამიანი, ვინც ამას ჩემთვისაც იზავდა რა, რასაც მე სხვისთვის ვაკეთებდი. ხო და ეხაც რო ვფიქრდები, ალბათ ეგრეა რა ახლაც. ახლაც ჩემი მიზანი არის რომ მინდა რომ სულ დავეხმარო ვიღაცას რა. ეს მატერიალურზე არ მაქვს საუბარი, სულ მინდა რომ შეიძლება ჩემებისთვის ძალიან ცუდი ვიყო. აუტანელი ვიყო. როგორც კი გამოვდივარ. ხო, ეგ უკვე ისე. როგორც კი გამოვდივარ, ჩემთვის სამყარო საერთოდ სხვა ხდება რა. მე ეგრევე მინდება რომ ნებისმიერი ადამიანი, აი ვისაც შემილია რომ დავეხმარო, უბრალოდ დავეხმარო რა. მე აი ხო კიდევ ერთხელ გეუბნები, მატერიალურ იმაზე არ მაქვს რა, საუბარი საერთოდ. ზუსტად მოვდივარ კონტაქტში. მაგიტო კითხავ რა, ცოტა მეტად ჩაგაკითხები. შენ როგორ გინდა რომ დაგეხმარდონ? ტრიგ მისმის ეგ გზნობა ძალიან რასაც ამბობ. ეხლა რო ვიხსენებ აი ხო იცი ჩვენი ყოველი წარუმატებლობა ყოველთვის არის ხოლმე რომ ვცდილობთ რომ ვიღაცას გადაუბრალოთ ხოლმე რა. ახლაც რომ დავფიქრდე შეიძლება რაღაცა ნაწილი ეთანხმებოდეს იმას რომ ალბათ მინდოდა მეც ვიღაცა ისეთი პიროვნება გამოჩენილიყო ვინც იმას ჩემთვისაც გააკეთებდა რა და მე უკვე თითქოს მიზეზი აღარ მექნებოდა რომ ვინმესთვის გადამებრალებინა ვეღარც ჩემ თავს გადავაბრალებდი ალბათ იმიტომ რომ მე ხო ვაკეთებ სხვისთვის და სხვამაც რო გააკეთოს აბა იქნებ ეს არის ბალანსი ხო მაგრამ აღმოჩნდა რომ არ არის იქ ბალანსი საერთოდ როგორ ხედავ რა არის ბალანსი როგორ არის იცი ყოველ ისა მაქვს რა თითქოს სადღაც არის დაწერილი რომ ყოველ წელიწადს რამოდენიმეჯერ ჩავარდნა უნდა მქონდეს ოღონდ ამას განსაკუთრებული მიზეზი არ ჭირდება და ეს ჩავარდნა როგორც კი მოდის რო გითხრა ამისთვის ვიღაცა ჭირდება მეთქი რომ აქედან არ მომათრიოს მოგატყუებ იმიტომ რომ იმაზე მეცას ვიტყვი ჩემს გარშემო ხალხს ჩემს მეგობრებს ჩემს ანაცნობოს ჩემზე მეტად ჯერათ ვიდრე მე მჯერა საკუთარი თავის ჩემ შესაძლებლობებში მაქვს საუბარი რა ეგ გულწრფელად ვიცი ჩემ შესაძლებლობებში ჩემზე ბევრად მეტად დარწმუნებულები არიან ჩემს გარშემო თუნდაც ჩემი მეუღლე აბსოლუტურად ყველა ხო და მე ვარ ყოველთვის ამისი პრობლემა ყოველთვის ჩემ თავში ყოველთვის მე როგორ აი რაღაცას უკეთებ რა აი როგორ ატკინო ხოლმე შენ თავს ხო რა აი სულ იმაში ვარ რომ საკუთარ თავს ვაბრალებ აბსოლუტურად ყველაფერს ოღონდ იმაზე მეტად ვაბრალებ ხანდახან ვიდრე უნდა დავაბრალო და რო ყოფილა რაღაცა შემთხვევები და მივსულარ და იმ ვიღაც ადამიანთან მithქვას რომ ბიჭო იქნებ ან ჩემი პრობლემა ან ჩემი ბრალია რა და პირიქით დაუხვედრებეთ რომ ანუ არა ანუ საერთოდ არაფერ შუაში არ ახარ რადგან ესე ეწყობა ეს ამბავი თუ ისტორია რომ შენ შეიძლება შენ თავთან რაღაც სინდისის ქეჯნის რაღაც მსგავსი დაგეუფლა ეს არ ნიშნავს იმას რომ შენი ბრალია რა თქმა უნდა მაგრამ აი ვერ გაურბივარ ვერასოდეს მაგას რომ ყოველთვის აი სადმე რომ რაღაც საქმე არ გამომდის სულ ჩემი ბრალია აუ ჩაგეკითხები ამ კუთხით ქონდა ბავშვობაში ძალიან პატარა პერიოდში სკოლამდელ პერიოდში შეიძლება ეგეთი გამოცდილებები როცა პასუხისმგებლობას შენ იღებდი ძალიან ბევრ რამეზე
და ეს არ არის რაღაც მნიშვნელოვანი ქცევები და სიტუაციები, შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი, კონფლიქტური სიტუაციები, ან ხშირად გტკივდებოდა მუცელი, ან აი ადრე ამბობდნენ ხოლმე ბავშვობაში, ჭიები ყავს ბავშვს და ამას ეძახდნენ ხოლმე თავის ტკივილები. ესეთი გამოცდილებები ქონდა ბავშვობაში? ანუ ფიზიკური, სომატური გამოხატულებები. არა, მაინც და მაინც. ფიზიკური არა. ოკეი. რა პასუხისმგებლობები ალბათ კი, როგორც უფროსი ძმა ლოგიკურია, რომ იქნებოდა. თან განსაკუთრებით ოჯახში, სადაც კაცი არ არის. ხო. ხოდა მიწევდა იმაზე მეტის დაბრალება, ვიდრე შეიძლება ყოფილიყავი მომენტში. გამოყვა ეს. ხო, ეს პატარა კაცები რო არიან, ხო იცი? ბავშვობიდანვე რო კაცობენ რა, რომ აი რაღაცა ისე რომ აი უწევთ მათ არა. ეს არ არის არჩევანი. ხო, მე მგონია რომ მე მომიწია, რადგან мама ადრეულ ასაკში დამეღუპა და აქედან თან იცი როგორი სიტუაცია იყო, რომ დედა ჩემა გმირობა გაწია. ორი აზრი არ არსებობს მაგაზე, ხო და დედა ჩემი სუკასული იყო ხოლმე ძირითადად რა და მიწევდა მე ეს ყველაფერი რომ აი ვიღაცას კაცის როლი უნდა აიღო სახში. ალბათ მაკედან მოდის ეს ყველაფერი რომ სულ რაღაცა ვცდილობ რომ მე ვიყო. დაეხმარო ხელი. ხო რა რომ მე არ უნდა დამეტყოს დავარდნა რა. იქნებ მოვიდა დრო რომ მიცე შენ თავს თავისუფლების უფლება. არა ეგ დავარდნები საკუთარ თავთან სახში სულ მაგ ხოლმე ეგ რაღაცნაირად რომ გამოვდივარ ამას ვერ გამომაქ ეს ყველაფერი რა და არც ვიქნები სწორი. მე რო ადამიანი ეკრანზე მხედავს, მე რომ მხედავს ხიაროს, მე არ მაქვს უფლება სხვანაირად გამოსulis რა. რა საინტერესო რაღაც მითხარი რომ არ მაქვს უფლება. და მე გულწრფელად გეტყვი რატომაც ძალიან მინდოდა შენთან შეხვედრა სესიაზე. ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი იუთუბერი ხარ გულწრფელად ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ერთადერთი ხარ, ვინც ძალიან გულწრფელია YouTube-ზე. ვიცი რომ ყველა გულწრფელია, უმეტესობა ძალიან ბევრს თავისას გადამოსცემს და აზიარებს. უბრალოდ მე როცა გიყურებ შენ, სადაც არ უნდა იყო, რომელ ეპიზოდში არ უნდა იყო, შენივე არხზე. პირველი რაც ისმის არის ადამიანობა და გულწრფელობა. და აი უპირობო მიღება ხალხის. რა ძალიან იშვიათია რა. ბევრი იმუშავე ალბათ მაგაზე. ჩემი მეგობრების დამეხმარნენ რომ ეგ გამომეთავისუფლებინა ბოლომდე. იმიტომ რომ იყო ცხოვრებაში ეგ პერიოდებიც რომ ცუდი ადამიანი ვიყავი. რას ნიშნავს ცუდი ადამიანი? აი ეს განსაკუთრებით ბავშვობაში. ჩემი ასაკიც უწყობს მაგას ხელს რომ მაშინ ცოტა რთული სიტუაცია იყო ჩვენს ბავშვობაში, თავის დამკვიდრებაში. ხო. ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყავი, თორე გატყდებოდი უეჭველი რა. გადარჩენის ამბავს საუბრობ ხო? კი. ეს ჩემ ასაკში, აი, ჩემთან უკვე, ანუ ჩემთან თითქოს, ჩემს თაობასთან ერთად თითქოს ეგ აღარ არის იმდენად. თითქოს ბოლო ეტაპი ვიყავით მაგ ყველაფერს. ჩემს უკან კიდე უფრო რთული მდგომარეობა იყო მაგ თვალსაზრისით. ჩემს უკან კიდე უფრო რთული მდგომარეობა იყო მაგ თვალსაზრისით, ხო და აი მაგ გარდამტეხ პერიოდში ვიყავით ჩვენ 90-იანებში დაბადებული ხო 90-იანებში დაბადებული მაშინ სხვა აზროვნება, სხვა მენტალიტეტი, აბსოლუტურად ყველაფერი განსხვავებული იყო. ყველანაირი მიდგომა ადამიანებს შორის სრულიად რადიკალ აი ამოტრიალებულია ეხლა რო უყურებ მე. ხო და მაშინ მიწევდა ოღონდ არ საკუთარ თავს არ ვამართლებ პირიქით. მე რომ მაგას ვამართლებდი, ალბათ იმ ადამიანად არ ვიქცეოდი რა ადამიანადაც ეხლა ვარ ჩამოყალიბებული. იმიტომ რომ მაშინ მეიქნებოდა მიზა აი ეგეთი, აი ეგრე საჭირო იყო და ეხაც აი რაღაცა და გადმომყვებოდა ესენი რა. აგრესიები. ხო რა, აგრესიები. რა არის ეგ ხო, იმაგდო გიხლობ. როგორ არის იცი? ეგ მაგი უკვალოდ არ არსებობს რომ მაგან ჩაიაროს რა. იქიდან აი თუ გავიხსენეთ მაგ პერიოდს, რა პერიოდიც იყო, ის თაობაც გადმოყოლილი აქვს ბევრი რაღაცა რა. ბევრს საკუთარ თავზე უმუშავია და საკმაოდ ისე კარგათაც უმუშავია. მაგრამ არის პატარ-პატარა ხეხიები, მაინც შემორჩენილი, რომელსაც ვერ უკუაგდებ რა ასე ვთქვი. ყველა ვარიანტში აი ესე როგორც კანი გაქვს მოკრობილი, ეგრე გაქვს მოკერებული ეს შენი წარსულის რაღაცეები რა. თუ უბრალოდ მთელი ცხოვრება გიწევს რა ცხოვრება. ნახე შენ როცა დასაწყისში მითხარი 4 სკოლა გამოვიცვალე და რაღაცა ის აქტიური ბავშვი ვიყავი, მე ესე გავიგე მოკლედ, ეგრევე წამოვიდა განცდა, რომ ჩემი ძმის მსგავს ისტორია მესმის, იმიტომ რომ ჩემი ძმა არის შენ ტოლი ზუსტად, ესე 4 სკოლიდან დამშვიდობებული და
ყველა სკოლა დღემდე იძახს რომ რა კარგი ბიჭი ხარ შენ მე. და ძალიან მესმის ის გამოცდილება, რაც შენ გაქვს, იმიტომ რომ ჩემს ოჯახშიც არსებობს ეს ტიპის გამოცდილებები, სადაც გამარჯობა ძმა. ხო. ბავშვები უცებ უნდა გაიზარდნენ და გახდნენ უფროსები, განსაკუთრებით 11-12 წლის ასაკში. ნუ ეგ ასაკი იყო ალბათ. ხო, ეგ გარდა ყველაზე ასაკი რაც არის ყველაზე მტკივნეული. მოდი ესე კითხავ, რას ეტყოდი იმ დროინდელ ნიკას, 11-12 წლის ნიკას დღევანდელი დღიდან? მე როგორ უყურებ იცი მაგ ყველაფერს? აი რომ ისმე ვახოლმე კითხვა რომ შეგიძლოს დაბრუნება და რა მიშეცვლა. თუ შეცვლი. ხო. დაახლოებით მსგავსი ტიპის კითხვა არის რომ ოღონდ საკუთარ თავთან რომ მიბრუნდე, რას ეტყოდი. არ მგონია რომ რაიმე სიტყვას მასზე ემოქმედა საერთოდ რა. მადლობა რომ მაგას ამბობ. დღეს ძალიან ბევრ მოსარს დაეხმარება ეს შენი სიტყვები. აბსოლუტურად არც ერთი სიტყვა არ იქნებოდა მისთვის ღირებული, რაც არ უნდა მეთქვა. ის რაც დაეცა, ის რაც ხვირში მოხდა, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაევლო. რომ დღეს უბრალოდ ამ მდგომარეობაში წარუდგენილიყავი თქვენთან თუნდაც. აბსოლუტურად ყველაფერი. ალბათ ერთადერთი რასაც შევცვლიდი იქნებოდა ის რომ ბევრ რაღაცას უფრო ადრე დავიწყებდი, ვიდრე დავიწყე. ხო, ეს მესმის. გაცნობიერებასთან ერთად მოდის. ასაკთან. იმიტომ რომ მგონია რომ ბევრი რაღაცა დამიგვიანდა ცხოვრებაში. თუნდაც აზროვნებაში ჩავარდნა. ისედაც ხო კაცები ისე ვართ, რომ ცოტა დიდ ასაკში მოდის ჩვენთან რაღაცეები. ქალი ბევრად მარტივად ყალიბდება, ასე თქვა და უფრო მეტად მარტივად იცის ხოლმე რა უნდა ცხოვრებაში. იცი მე ცოტა პასუხისმგებლობთანაც არის დაკავშირებული და იმ მენტალობასთან რაც საქართველოში სამწუხაროდ გვაქვს, რომ ითხოვდნენ, მოდი ასე ვიტყვი, მშობლები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გოგოების მხრიდან და ხო იყო ხოლმე ეგეთი ნათქვამი, რომ ბიჭი ძალიან ჭკვიანია, გოგოები ისეთი კარგად მომუშავეები, კარგად მეცადინობენ ბევრს და ასე შემდეგ. ეს სტერეოტიპიც ხო იყო და მაგან ძალიან შეუწყო მაგ. მე რა მგონია იცი, ჩვენს ქვეყანაში ორივე სქესს აქვს გადამეტებული პასუხისმგებლობები საზოგადოებისგან მიკერებული. როგორც კაცს, ისევე ქალს. ქალია და თავგანწირვა უწევს თავისი შვილების გამო და საკუთარი თავის აბსოლუტურად უნდა დაივიწყოს. კაცია და მოკლედ აღარ გავაგრძელებ მაგ ამბავს. მამონტებზე უნდა ინადიროს. ხო, ანუ ეს ძალიან ესეთ გავრცელებული მოთხოვნილებაა. დღეში 100 ტყე უნდა. კი, ეს მოთხოვნა. უეჭველი მინიმუმ. ხო და ეგ ხო მოდის იქიდან მოდის რომ რაღაცა სადღაც მიეკრო ეს ყველაფერი და მე ვიღაცამ ჩათვალა რომ ეს ამ მიკრობებს კიდე უნდა მიაკრას, მოკლედ რა. ხო და მე მგონია რომ ორივე მხარეს ძალიან მძიმე მდგომარეობა არის, როგორც ქალის მდგომარეობაში, ასევე კაცის მდგომარეობაში, რომ იმაზე მეტი აქვს საზოგადოებისგან აკიდებული, ასე თქვა, ვიდრე ადამიანს უნდა რომ კონდეს მაგალითად რა. იმიტომ რომ ხანდახან არის რომ უბრალოდ გინდა რა რომ აი რაღაცა პასუხისმგებლობის აი უბრალოდ დაასვენო თავი და მინიმუმ ისიცოდე რომ შენ ამ შენი რომ საკუთარ თავს მიცე უფლება რომ გაერთო თუ რა იქნება, მინიმუმ ის მაინც იცოდე რომ ამის გამო თელი ის არ გაგჭორავს და ყველა შენზე არის როგორც ნათელა იქ დურბიტით რო გადმოგდგება არ იტყვის შეხედე როგორ გაბუზებ. გადაჭერებია შენი თავი ნებისმიერ აქტივობაზე, ნებისმიერ არ ვიცი ქცევაზე, სურვილზე, რომ აი ხა რა სიტყვის ვინმე ადამიანი. კი. მოგიტანა სარგებელია მაგ. არა, რა სიძახი. უბრალოდ ვინც ეხლა აკეთებს, ამიტომ მინდა თქვა, რომ ეხლაც შვებიან. მე რო სოციალურ ქსელში აქტიურად დავიწყე 25 წლის ვიყავი მე მგონი. 25 წლის ვიყავი, ხო? ახლა 7 წლის ბავშვები არიან, უკვე ძალიან აქტიურად არიან რა. იმ სოციალ მე არ ვიცი რომ კარგია. ბავშვებისთვის არ ვიცი, ეგ თქვენ მოგანდობთ მაგ ნაწილს, მაგრამ მე დამიგვიანდა. ძალიან და დამიგვიანდა იმის გამო, რა გარემოშიც და რა ცხოვრებაც მქონდა. ხო, რა სოციუმშიც ვიყავი რა. არაჩვეულებრივი ძმაკაცები მყავდა, მაგრამ მაინც იქ უბანს ძალიან მნიშვნელობა აქვს საცხოვრობ, მე იქ სადაც ცხოვრობ ხო იქაურის ჩარჩო მოდის აბსოლუტურად. თემის ჩარჩო და ცოტა ძიმე უბნებში ვარ რა, გაზრდილი ასე თქვა, საზუნა ნახალოკა და ასე შემდეგ, ხო და მაშინ რო ეგ ყველაფერი დამეწყო, ძალიან დიდ კრიტიკის ქარცეცხლში გამომატარებდნენ, დარწმუნებული ვარ ძმაკაცები იქნებოდნენ თუ ვინ, მაგრამ ეგ რო გადავწყვიტე, მაშინ მარტო ცხოვრობდი სხვათა შორის.
მარტო რო არ მეცხოვრა, ალბათ არ გადავწყვეტდი, რომ რაღაცა სხვა ბიჯები გადამედგა ცხოვრებაში. რა დაგეხმარა მარტო ცხოვრების ნაწილში, რომ გადაგედგა თუნდაც ნაბიჯი დაგეწყო YouTube-ი, რა იყო აი აქ გამსაზღვრელი შენთვის? მარტო ყოფნა და ის რო არ გამსჯიან, მარტო ყოფნა და მოწყენილობა თუ რა? არა, მაშინ არ ვფიქრობდი ამ განჯის ამბებზე. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა გააკეთო, ყოველ სიტყვას აი მაგი განსაკუთრებით მე ჩემს საქმეში აღმოვაჩინე, რომ რამდენადაც კარგი, რამდენადაც მე მახსენდება ხოლმე, რომ იესოს მაგალითი. ანუ იმაზე მეტი არ არსებობს უბრალოდ, რომ შეიძლება ადამიანი არსებობდეს, ხო? იესო როგორც კი, გაკაცებული ღმერთია, ასე ვთქვათ რა. და ანუ მასზე იდეალური ვერ იქნები და რა უქნეს? და ეგ მამშვიდებს ხოლმე, რომ აი არა უშავს ნიკუშ, შენთვის გააკეთე, შენ თავთან იყავი, სუფთა ღმერთთან იყავი, სუფთა და ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის დიდად ყურადღება არ მიაქციო. კი, საინტერესო რაღაცას გაგიზიარებ ჩემზე. მე-10 ეპიზოდს ვწერთ ჩვენ დღეს. ანუ ძალიან პატარა დროა პოდკასტის ჩაწერიდანაც ფსიქოთერაპიულმა სივრცემ დაიწყო და სულ მქონდა პირველივე წუთიდან შეში, რომ რა სიტყვიან ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე 15 წელია თერაპიაში ვარ, როგორც კლიენტი, ასევე დიდი ხანია თერაპევტი და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს იმაზე, რომ ძალიან არ ვნერვიულობდე რა სიტყვის ვიღაც ჩემზე და არ მაქვს ხოლმე ფოკუსში მოქცეული, მაინც პირველად როცა მივდიოდი პოდკასტის სტუმრად ფუში და უნდა წარმედგინა და მე თქვა, რომ სესია იწყება, იცი რა მჭირდა, რომ კომენტარებს ჩავყევი. უამრავი კომენტარი აქვს, ყველა წავიკითხე, რომ აბა ვინ მლანძღავს, ვინ იძახის სულს. არ შემხვდა ეგ ცუდი ალბათ აჩვენაშალა. მაგრამ მაინც ხო ის ქონდა, არა, რომ ძალიან ღელავდი. ეგ მე არ მინერვიულია ისე არც ერთ საერთაშორისო რაღაცა დიდ კონგრესზე წარმატებას, არაფერს არ მინერვიულია. მე რო დავდე ეპიზოდი ყოველ წუთს აი ძალიან ისტერიულად ვამოწმებდი YouTube-ს, რომ აბა რას წერენ, აბა რას ამბობენ. თვითონ რაღაც არ მლანძღავდა არავინ. და წინა ეპიზოდზე წავიკითხე კომენტარები და მე არ ვიყვარს კომენტარებს წაშლა და არ ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს. იმიტომ რომ მგონია რომ ყველას აქვს თავისი სივრცე რა. მნიშვნელოვანია რა ქონდეს რომ რაღაცა არ გადავიდა. ხო, ერთადერთი არის რომ რაღაცა ადამიანური ღირებულებებს და ნორმებთან კონტაქტში ვიყოთ. და წინა ეპიზოდზე ბევრი კარგი კომენტარი იყო, უამრავი და 1-3 ცალი იყო რომ დავთვალე კომენტარი. ეს გოგო ძალიან ბევრ ოკეის იძახის. ეს გოგო ძალიან ბევრ ინგლისურ ტერმინს ამბობს და ჩვენც ვიცით ინგლისური და რაღაც საკეთები და მინდა ვთქვა და გამოვიყენებ ამ მომენტს მე. აუს ფლოჩეგლია, ნინო, მე უფლებას გაძლევ ჩემ არხზე. კი. აი ეს მომენტი მაქვს რომ მინდა გავაზიარო და თქვა მაყურებლებისთვისაც და რაღაც მხარი დაუჭირო შენს აი საზოგადოებასთან კონტაქტის ნაწილსაც რომ თუნდაც ეს ოკეი რასაც მე ვამბობ არის ჩემი პროფესიული მუშაობის აი კვალი რო იტყვე, იმიტომ რომ მე რო უსმენ კლიენტს და მიუყვები პროცესში მინდა უთხრა კარგი, მაგრამ მე მუშაობ ძირითადად ინგლისურ ენაზე. მე განათლება მაქვს ინგლისურ ენაზე მიღებული. შესაბამისად, ჩემთვის ოკეი არის, როგორც კარგი კი მესმის, ეს არის ოკეი. და ხშირად არის ხოლმე რომ ტერმინებსაც ვამბობ, რომ აი რაღაცა სხვადასხვა არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტერმინს, იმიტომ რომ ქართულად არ მახსენდება შესაძლოა. ხშირად ფსიქოლოგიურ საკითხებზე როცა ვიწყებ საუბარს, მომდის პირველად ინგლისური ფრაზები, რომელსაც თავში ვთარგმნი ქართულად მერე. ეგ მიუღებლობა ხო იცი მე ვის აქვს. აი ხო მაგალითად მე რო გავიზარდე, მაშინ რუსული სლენგები იყო ძალიან რა სიძახი. მაგის გარეშე მეტყველება შეუძლებელი იყო თითქმის. და ეს გადმოყოლილი მაქვს დღემდე და რაღაცეები ხშირად მიწევს ხოლმე, მე საკუთარ თავის ჩაკორექტირება, რომ რაღაცნაირად უფრო მეტი ქართული შესატყვისი ვიპოვო სადღაც რა. ხო და მე არ მაქვს ხოლმე აგრესია და ხვდები მე ვისაც აქვს ხოლმე, აი ვინც იმ რუსულ იმაზე არის და მიჩვეულია ყურე, აი კაროჩეს და მსგავს რაღაცეებს, მისთვის ძალიან რთული აღსაქმელია ეს ინგლისური სლენგები. ხო და ეს ხო იმის ბრალია რომ რა დროში იზრდები, რა გარემოში იზრდები და რა თქმა უნდა შესაბამისი შესატყვისები მოგდის რა მერე და მაგენით საუბრობ და მე მგონი უნდა შევთანხმდეთ რომ რუსული სლენგებიც ოკეია, ასე ვთქვათ. ინგლისური ყველაფერი ოკეია. სლენგიც ოკეი, ეხა ვისაც როგორ უნდა ისე იმეტყველოს, ეხა დამეტად უკადაგვადებს და ასე რაღაცას. ძალიან რომ ვინერვიულე პირველ 3 კომენტარზე, მართლა ვინერვიულე, რომ მეთქი მე ძალიან ვცდილობ რომ ხوار დაკომპლექსდი სიტყვა ოკეიზე. მეც საქმე. არა, მქონდა ეს რომ აი ძალიან მინდა
გულწრფელად სესია ვაჩვენო ადამიანებს, ოღონდ იმ ფორმატით, რისით ჩვენება შეიძლება. და ძალიან ის მქონდა გულწრფელად ვკეთყვი, რომ აი იმედი, რომ მეთქი ნიკა მოდის და ნიკასთან ერთად შემიძლია ამაზე მე მეც რაღაცა ჩავერთო და ვთქვა იმ ნაწილში, რომ ხედავ შენს მიმღებლობას. და აი რაღაცნაირად მზაობის ის მომენტიც მაქვს, რომ თუნდაც შენთან ერთად როცა ამას ვაზიარებ, მე მხარდაჭერას ვგრძნობ. და ეს ძალიან ესეთია მადლიერების გამომხატვა მინდა შენთან. შორის ის იყო ხოლმე რა. ამ მდგომარეობაში ვიყავი ხოლმე ძალიან ხშირად. ორი მხარე მქონდა ხოლმე, ერთი ხო ის ცუდი ტიპი ჭყალებში, რა თქმა უნდა, ანუ რაღაცნაირი სხვა ადამიანი ვიყავი, სხვანაირი პიროვნებად ვიყავი ჩამოყალიბებული და მეორე მხარე მქონდა ის რომ აი ესე მიყვარდა რომ ადამიანთან მოусმენდი. ხვდები მის გულის ტკივილს რაღაცა და მიყვარდა ხოლმე რომ რაღაცა მეთქვა. რაღაცით ეგეც ალბათ იქინა რომ სულ ყველას დახმარება რომ მინდოდა თითქოს ყველანაირ იმას ვეძებდი. ისიც შემეძლო დამждარიყავი და კი ბატონო და ისიც შემეძლო რომ მაგალითად გამეხალისებინა და მაგი დავხმარებოდი იმ ადამიანს. თქმა უნდა. მაშინაც ეგ რომ მახსენდება ხო ისე აქტიურად. გახასიათებს ესე იგი ძალიან ზრუნვა. არა ვარ ზრუნველი არათა. და ძალიან უცნაური. როგორ ხდება რომ ზრუნველი არ ხარ და თან გინდა რომ იზრუნო? არ ვიცი. მაგისი ახსნა არა მაქვს აი ოჯახში ჩემთან იცო ძალიან უყურადღებო ვარ. ძალიან. აი შეიძლება ძალიან დიდი ხანი გავიდეს და არც მოგიკითხო არაფერი. ეს ოჯახის წევრებთან მარტო? ხო, აი რაღაცა თითქოს ოჯახთანა ვარ მარტო ესეთი რა. და სხვაგან არ ვარ ეგეთი. მოდი ამაზე გკითხავ რა. ოჯახთან მიმართებაში შენი ემოციები მესმის რომ ძალიან გიყვარს და ამას არ წუხები. უბრალოდ შენ როგორი ხარ ოჯახში? ვინ არის ნიკა სახლში? ძალიან ბრაზიანი. ძალიან ისეთი რა, წესრიგის მოყვარული. არ უყვარს ზედმეტები. ანუ იმის რადიკალ. ზედმეტები რა არის? აუ რავი, აი შეიძლება ზედმეტი დავუძახო, აი ერთხელ რო გეტყვი გაიგე რაღაცა. რაც აბსურდული რაღაც. მუშტას უბრალოდ ხოლმე. მუშტი ადრე შეიძლება, მაგრამ ეხა აღარ ვიცი. ბრაზიანი ისეთი ტიპი ვიყავ, აი ჩემთან ჩემი და ვერ მოდიოდა ხოლმე და ვერ მიყვებოდა რაღაცეებს რა. იმის გამო რომ იცოდა რომ თუ გავბრაზდებოდი, წავიდოდი ვიღაცას ხვირპის და თუ შეიძლება დამემტრია ვიღაცისთვის რა, თუ ვიღაცა აწყეინებდა და რაღაცას მიმალავდა ხოლმე. მაგის გამო. ეგ მე მგონი ყველა დასაკეთებს და რა. ხო, შეიძლება, კი. ყველას არ უმრავლესობა შეიძლება. ძალიან ის ვიყავი რა, რაღაცა აბა ჩემი კაცობა, ჩემი მერობა და რას ნიშნავს შენ ვინმე რამე გითხრა, აბა წავედით. ეგ როგორი ზურგია ეხა შენ მეუბნები რომ ბრაზიანი ვიყავი, მაგრამ მე დისპოზიციიდან რო გისმენ, როგორი ძლიერი ზურგია რო ხარ. კარო, ასე მომიწია მთელი ცხოვრება ყოფნა. ეხა ვარ, ეხა აღარ არის ეგეთი სიტუაცია. ახლა ჩემი და თავისთვის ალგე შენ თავს ვიხედე კაცო. საძვდიო ხა შეზიმეებს მე. ეგ ძალიან საინტერესო ნაწილი თქვი. უცნაური ხო პირდაპირ გითხრა. ხო და ეგ როლი ძალიან განსხვავდება რა, ეხა იცი რა არის საზოგადოებაში რომ გადიხარ გინდა არ გინდა ყველა ადამიანი რაღაცნაირად თავის საკუთარ მეს ტოვებს სახში. ვიღაცას 20% გადმოაქვს, ვიღაცას 80% გადმოაქვს, ეგ არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ნაწილი აუცილებლად რჩება სახში და ამას საზოგადოებაში ესე შიშველი ხო ვერ დადგები. იგივეა რა, შენი პიროვნების გაშიშვლებაა და შენ პიროვნებას ასე ყველასთან ვერ გააშიშვლებ რა. რა თქმა უნდა და მანდაც არის რომ ვქმნით ჩვენ პიროვნების შესახებ რაღაცა ილუზიებს ხანდახან პერსონაჟებს ჩვენი თავისგან და იმას წარმოვაჩენთ ხოლმე როგორც გვინდა რომ დაგვინახონ ხო ხშირად არის და თერაპიაში ვიყენებთ ხოლმე ეგეთ ტესტსაც რომ აი როგორი ვარ მე როგორ ვხედავენ და როგორი მინდა ვიყო ესეთი არტ-თერაპიული ნახატებიც გვაქვს ხოლმე მაგაზე რომ დაინახოს ადამიანმა თავისი რეალური თავის სურვილები და შუაში რა უშლის ხელს აი საზოგადოებისგან მოწებებული მთელი აზრები მის შესახებ. და ამაზე კითხავ, ყველაზე უცნაური მოწებებული აზრი შენ შესახებ რა გაგიგია? რომ ძალიან კეთილი ვარ. ეს შენთვის პოზიტიურია? არა, ნახე როგორ არის. მე მგონია რომ კარგშიც და ცუდშიც ძალიან ვიცით ხოლმე გადაზედმეტება ყველაფრის. ხო. თუ ჩემთან რომ მოვლენ ხოლმე და რომ მეტყვია რომ აი შენ ესეთი ადამიანი ხარ, ესეთი ძალიან დიდი წინააღმდეგობა მიჩნდება საკუთარ თავთან რა. ძალიან. მე ხო ვიცი რომ
ანუ ესეთი სუფთა ვერ ანუ არ არსებობს რა ვერ ვარ მინიმუმ ჩემ თავთან ხო რჩები და ხო ვიცი რომ ხან ის უაზრო რაღაცამ შეიძლება შემომიტიოს აზრად ხან რა და რაღაცა ეგ ის რომ ჩემგან შეიძლება ვიღაცა შექმნას რაღაცა ისეთი ხო ხტები სურათ ხატება ვინც არ ხო რომ მე ძალიან კარგი ვარ და ეგ არ არის ეგრე რა არ ვარ ეგეთი ეს მე ძალიან კარგი ვარ რა პასუხისგებლობას კიდებს შენ რო ძალიან კარგი იყო კი ჩარჩოში გაგდებს ეგრევე კი აუცილებლად და მე ბევრ რაღაცაზე ხელს გიშლის იმიტომ რომ მე სულ ფიქრობ რომ აი ეხლა მე რო ესე ვარ საზოგადოებისგან აღქმული აი ხე რო გავიდე მაღაზიაში დავლიო მაგალითად ერთი ბოთლი ლოდი და ფეხი წამოუკრა ხო ძალიან სულ მდგომარეობაში ჩავიგდებ მე საზოგადოებასთან მიმართებაში რა რომ აი რაღაცა ვერ წარმოუდგენი ვარ ჩემგან სხვანაირ ადამიანს ელოდებიან ეგრე არ არის ეგეთი არ ვარ არ მიყვარს სხვა და რაღაც მაგრამ აი მაგალითისთვის ვიძახი რა რომ მე ყოველ ნახე ეხლაც გაამართლე უცებ რა ეგეთი არ ვარ მე არ მიყვარს სმა ეხლაც გაამართლეს ილუზია არა მაგალითად მოვიყვანე ილუზია მაგალითად მომიყვანა ალბათ რაც ჩემთან უფრო ახლოსაა რა ალბათ საინტერესოა რომ ილუზია წამოვიდა მაგის ბრალია ალბათ თერაპიულ რაკურსში რომ შევხედოთ ესეთი ძალიან რადიკალური ილუზია წამოვიდა შენგან ბუნებრივია და ამ რადიკალურზე უცებ შემოხოდი რომ ეგეთი არ ვარ და ნახე რა მიდენა ხო ეგრევე ჩავჩენილი მაქვს საშინელება მაგას ვიძახი ხო და რაღაცა ისე რომ ხარ წარმოდგენილი რომ რაღაცა სიტყვა არ უნდა გაგიცდეს შეცდომა არ უნდა დაუშვა ანუ ჩვენ როგორ ხდება რომ ეს ამდენი უნდაა შენ ცხოვრებაში ეს მოიტანა ცნობადობამ ადამიანების სიყვარულმა თუ აღზრდის წილი ახლა არა ეს არის უთა იუთუბერობიდან გამომდინარე მოსული ადამიანი რომელიც ეკრანზე ჩას ნუ არ აქვს მნიშვნელობა ხა ვიღაცა TikTok-ზე შემოგხედავს ვიღაც ტელევიზორში ჩართავს თუ სად ჩართავს მაინც ურჩევნია ხედავდეს იმად რასაც ხედავს რა არ უნდა იმის იქით შენ აი როგორ არის იცი და YouTube-ს ჩვევია ეგეთი რაღაც შეიძლება შენ ძალიან გათვისნობიერებული იყო გარდა YouTube-ისა სხვა რაღაცაზე იქ ანუ როგორ არის იცი არ მოგისმენს იქ იმიტომ რომ შენგან ელოდება სხვა რაღაცა მომინდომა აქ თავისი აზრის დაფიქსირება ხო ხტები და თითქოს არ ხარ რა ანუ აი ხა იმაზე მაქვს ხოლმე რა ქვია ყველაზე ნათელი მაგალითი რისია ტატოსი და გიორგი კალატოზის რა ფეხბურთში არიან ძალიან გარკვეული კომენტატორები და ცალკე გადაცემა აქვს ლაივი აქვს და ანუ იცი როგორი კომენტარები შევხვედრია თქვენო რა იცით ფეხბურთიო ეს საერთოდ რატო ლაპარაკობენ ფეხბურთზეო რა აი რაღაცებს ხო და ხო აბსოლუტური აბსურდში და სიგიჟეში პროფესია ანუ მაკედან გამოვიდნენ ტიპები მაკედან გამოიჩეკნენ ასე ვთქვა რა და დღეს რა სახეც არის მაკედან გამომდინარეა მაგ ყველაფრის და ეგრეა რა ერთ იმაში რო ხედავენ მე უკვე ურთულდებათ ხოლმე შენი სხვა რაღაცაში მიღება ნახე თითქოს რაღაცა ჩარჩოში სვავენ ეგრევე ადამიანს სოციუმი და აი ეს ჩარჩო პირდაპირ იძლევა იმას რომ შენ უფლება აღარ გაქვს იყო განსხვავებული და მოდი ესე კითხავ შენი ჩარჩო რა არის რასაც სოციუმი გაძლევს თითქოს ბევრი კუთხით დავინახეთ ეს მაგრამ შენთვის როგორ განიცდება ეს ჩარჩო ხო ალბათ იმას აი თუნდაც ის რომ სუსასაცილო უნდა ვიყო ეს არის ერთი ისეთი ჩარჩო რომელიც სამძიმი აქვს ხო რომელიც ძალიან ისეა რთული სატარებელია ადამიანისთვის. და ავიწყდებათ რომ ადამიანები არიან ეგ არის ძალიან რთული სატარებელი, როდესაც ალბათ მე კომიკოსი არ ვარ. ანუ კომიკოსების მდგომარეობა კიდევ უფრო რთული იქნება, წარმომიდგენია. უბრალოდ მე რაღაცნაირად შეიძლება პატარა ნიჭი აღმომაჩნდა იმისი, რომ ვიღაცების გამხიარულება შემიძლია. მაგრამ მე ხო კომიკოსი არ ვარ. მე იუმორისტი არ ვარ. ანუ ეს არ არის ჩემი საქმე ასე თქვა რა, უბრალოდ იუთუბერი ვარ. და რაღაცა შეიძლება სასაცილოდ გამომივიდეს რაღაცა შეიძლება არ გამომივიდეს სასაცილოდ, მაგრამ ყოველთვის ელოდებიან რომ სასაცილო უნდა გამომივიდეს. ეს შეიძლება ჩემი ბრალიცაა, იმიტომ რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მე გავაცანი ამ ხალხს რომ აი რაბანა რაღაცა იტყვის ვიღაცას გაეცნება, ან გააკეთებს ვიღაცას რაღაცა გაეცნება. ჩემი ბრალიცაა ეგ. ანუ შენ გამოიტანე ესე ეგ იმიჯი გარეთ. ხო, არა, ეგ ჩემი ბრალიცაა. უბრალოდ ამას რაც მოყვება არის ის რომ მე სულ მანდ უნდათ რომ დაგინახონ. თითქოს არა გაქვს უფლება რომ სადმე თუნდაც გადაცემაში თუ მიხვალ
მაგას ელოდებიან ისე რომ შენ აუცილებლად იქ უნდა გაგიჟდე და ერთი ამბები ჩაატარო. არ ვარ ხოლმე სულ მაგის ხასიათზე რა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. როცა არ ხარ ხასიათზე, აძალებ შენ თავს. კი, ძალიან. როგორ განიცდებ ეგ შენთვის? რომ დააძალო შენ თავს იყო მხიარული, იმიტომ რომ ყოველს გვაქვს ეპიზოდი, რომ არ მინდა რომ იყო მხიარული. מחარას აქ ერთხელ ნათქვამი რა. მახსოვს სადღაც თქვა, მაღაზიაში ჩავიდა. ის ახალი გაღვიძებული იყო რა, მაღაზიაში ჩავიდა და ახალ გაღვიძებულ მაღაზიაში ჩადიხარ უხასი, ანუ შეიძლება წესიერად წყალიც ვერ მოხვდა, აქეთა თვალში შეიძლება რა. და აი მაგ დროს რომ მოდიან და შენთან ფოტოს გადასაღებად რომ მივიდნენ, ეს არ იყო რა ხასიათი და და არ ანუ და მაგაზე შენიშვნა მიცეს מחარას. რომ რას ქვია შენ, რიღიმი. და מחარას ეგ ის ქონა მიუღებლობა რა, რომ მეც ხო ის ვარო კაცო, ადამიანიო, სულ ვერ ვიქნები დაკრეჭილი და სულ ვერ ვიქნები იმის ხასიათზე, რომ დღეში 100 ფოტო გადავიღო მაგალითად რა. ეს ხო ნორმალურია. მაგრამ მეორე მხარესაც მესმის, რომ ადამიანი რომელიც გიყურებს და მოწოს შენი ყურება ძალიან ერთობა. იცი რა არის, ხშირ შემთხვევაში ბევრს YouTube-ზე ვერ აქვს ის გააზრებული, რომ ეს ურთიერთობა, რასაც ჩვენ მაყურებელთან ვამყარებთ, როგორია, იცი? ანუ ორმხრივი არ გამოდის რა. ანუ შენ გიცნობ, შენ არ იცნობ. ანუ სამხრივ ურთიერთობაში ხარ და ამას უკარგად ვერ იაზრებ ჯერ კიდევ. იმიტომ რომ ადამიანი რო გხედავს, შენზე იმდენი რამე იცის უკვე. რომ ანუ შეიძლება თავის ვიღაცა ნათესავზე არ იცოდეს, დეიდაშვილის ვიღაცა ქვიცელზე მაგალითად. და ოჯახის წევრზე. ხო, ოჯახის წევრზე არ ეცოდინება მაგალითად. შენზე რომ ამდენი იცის და აი მისთვის მეგობარი ხარ, მისთვის ძმაკაცი ხარ. მისთვის აი როგორი ტიპი ხარ, იცი, აი უნდა რომ შენთან ერთად იყოს რა. საღამოს რო სამსახურიდან მოვა, სიამოვნები დაждდება შენთან ერთად და აი იღლიცინებს, იმას იზავს, ამას იზავს და ხშირ შემთხვევაში ჩვენ მხარეს არ გვაქვს ხოლმე ეს გააზრებული, რომ ეს ხალხი ესე გვიყურებს. საძმაკაცოდ გვიყურებენ. სამეგობროდ, სანათესაოდ, აი ესე აღვიქვავენ. იმიტომ რომ ამათ რო სიამოვნე, ამათაც უჩნდებათ ის რომ უნდათ რომ გვერდით ესეთი ხალხი ყავდეთ რა. თქმა უნდა. და ძალიან ნაკლოვანება ადამიანური ურთიერთობების რეალურად. და ის რაც YouTube-ზე ჩანს, გულწრფელად ვიტყვი, რატომაც მე გადავწყვიტე თუნდაც რომ პოდკასტი გამეკეთებინე და YouTube-ზე რაღაცნაირ ნიშაში შემოსულიყავი თუ ესე ვიტყვი, იყო ის რომ ნამდვილია YouTube. აი ადამიანურად ნამდვილია და არ გაძლევს საშუალებას მოიტყუო. და ეს ისეთი რთულია. ეგრევე ამჩნევენ. თან ჩვენ მაყურებელს აქვს არ ვიცი რა. სასწაული ფილტრაცია შეუძლიათ ვიღაცა ადამიანების სასწაული. და ბევრზე ოღონდ როგორ იცი, აი ისეთებზე შემხვედრია, ისეთი რომ იმ ტიპებს არ ეტყობათ, მაგრამ მე ხო ვიცი რომ ის მართლა ეგეთია რა მაგალითად და ბევრს აქვს ეგ დანახული რა და ესე იგი მე ვხვდები რომ ვერ მოიტყვები. არ ფიზიკურად შეუძლებელია. გაგჭედავს უეჭველი სადღაც. კი. და ამ YouTube-ის თელი ფენომენი ეგ არის რომ და მარტივი სხვათა შორის უბრალოდ იყავი ის რაც ხარ. არ უნდა შელამაზება. არა, არაფერი. ის ღირებულება რა, რითაც შენ ცხოვრებაში რითაც შენ გულით დაგაკ, იმ ღირებულებით მოდი ჩემთან და დამელაპარაკე. უეჭველი მიგიღებს. არ არსებობს ადამიანთან დავლაპარაკებულიყავი გარეთ და საერთო აზრზე ვერ დავსულიყავით. გამონაკლისების გარდა რა თქმა უნდა ხა ვიღაც თუ გადარეულია ეგ სხვა ამბავია, მაგრამ არ არსებობს. ეგრეა რა, რომ ამ ურთიერთობაში როგორც კი შედიხარ, აი ეს ბარში ვყოფილვარ თუ სად ვყოფილვარ, საათობით დამდგარვარ და მილაპარაკია უცხო ადამიანთან, რომელთან შენახვედრი არ ვარ უბრალოდ. აი გიცნობს ის იმდენად გიცნობს, რომ მე შენც იცნობ იმ ადამიანს რა. რომ გაიცნო. აი გეტყვი ხა, შეუძლებელია ადამიანი გიყურებდეს, მოწონდე და ის არ იყოს რაღაც მხრივ შენნაირი ღირებულების მატარებელი. იმიტომ რომ შეუძლებელია შენ კარგი ადამიანი იყო და ცუდ ადამიანს ვერ უყურებს ის. იცი რატომ? შესაძლებელია პატარა ასაკში, ეგ პატარა ასაკში ყველას უყურებ. აი პატარა ასაკის ბავშვები ყველას უყურებენ თითქმის რა, ასე თუ ისე და მათთვის ყველა ერთია. შეიძლება ვიღაცა განსაკუთრებულად უყურდეს, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ როდესაც ადამიანი აზროვნებაში ვარდება და რაღაცა ასაკში გადადის, აქ იმხელა ფილტრაციას აკეთებს ვის უყურებს. რომ აი არ ვიცი რა,
ძალიან დიდ ფილტრაციას გადის და YouTube-ს ეგ უპირატესობა და ეგ განსაკუთრებულობა აქვს, რომ შეიძლება შენი თავი ამოუგდოს, მაგრამ თუ არ დაგაჭერს, უბრალოდ არ ვერ დაგინახავს. არ გიყურებს. საინტერესო ნაწილია და მაგაზე ნახე კიდე ერთი რაც მომივიდა ეხა განცდაში. შენ თქვი რომ უფრო დიდი თაობა, ცოტა დიდები მოკლედ აკეთებენ იმ ნაწილს, რომ გადაარჩიონ რას უყურონ. კი. მაგრამ მე მყავს კლიენტები მოზარდებიც ხან იშვიათად. და ჩემ ცენტრში ბევრია მოზარდი, ვინც მოდის და ყოველთვის ამბობენ რას იცი? ჩვენ ვართ იმის მაყურებელი, ამის მაყურებელი. ანუ როგან მიხელავთ ხოლმე კონსილიუმზე რომ რა ხდება. არ არის ისე რომ ბავშვები არ არჩევენ, იცი? იცი როგორ არჩევენ? მე ბავშვებს რაღაც კონკრეტულ წლამდე ვიძახი. ხო, 13-დან ზევით შემიძლია გითხრა, არჩევენ ღირებულებათა სისტემას, ნამდვილობას და სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ რა იცით თქვენის ემოციები ამ წუთას, აი როგორ შეიძლება გაიგო ის რაღაც კონკრეტული ტკივილი, რაც შეიძლება შენ არ გაგივლია და ამბობენ, რომ ჩვენ ამით მეცადინობთ, სწავლობთ. და ხშირ შემთხვევაში სარკესავით მოევლინება ხოლმე იუთუბერი და მან ნამდვილად არის პასუხისგებლობის ნაწილი. აი სად მოდის ის პასუხისგებლობა, რაზეც საუბრობდი, რომ რაღაცა ჩარჩოში გვიწევს მერე, როდესაც იცი რომ ამდენი გიყურებს, ამდენი თუნდაც მოზარდი. გიწევს რაღაცეები, სამაგალი რაღაცეებში. თან იცი რა არის? ამას ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს. რა პლუსი იცი? გაიძულებს იმაზე უკეთესი ადამიანი იყო, ვიდრე ხარ. კი. აუცილებლად. ყოველ დღე იზრდები. ჩემი ბოლო წლებში განვითარებული ღირებულებები ჩემ მაყურებლის დამსახურება არის. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ხედავ რომ მომთხოვნები არიან. თხოვენ რომ მე ვიყო ის, რასაც ხედავენ. და აქტიური YouTube-ზე. ხო. და უბრალოდ აი შობელს უფრო გაუცრუებ იმედს ვიდრე მაყურებელს. აი ძალიან დიდი განაცხადი გაკეთე. კი. იმიტომ რომ ძალიან მწარედ შემოგიტრიალდება აი ყველაფერი. თუ კი გადაწყვეტილი გაქვს ადამიანს რომ აკეთო YouTube-ი, დამიჯერე აი შობლის დონეზე არის რა ეს მაყურებელი, მართლა. ანუ ღირებულებათა სისტემაში ამდენად ზევით ხედავ შენ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან. რას იძახი? ადამიანი ვისი ვიდეოც არ უნდა ჩართოს. ის მისი ღირებულების თანამოაზრე ხო ხდება არა? შეიძლება ვიღაცამ ისე ჩართოს, აინტერესებდეს რაღაცა და მაგ კუთხეს არ ვიძახის. მე ცოტა სხვა კუთხით მინდა ეს ყველაფერი დაგანახოთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძირთადი მაყურებლები არიან და არა ესე ერთხელ და ორჯერ შემოსულები, თუ იმას ვერ ემთხვევი შენ ღირებულებებში, არ დაგიწყებს ყურებას. რა თქმა, არ დაგელოდება უბრალოდ. ხო, არ დაგიწყებს. შეიძლება ანუ ესე ლოდინის რეჟიმში ესე არიჯდეს, მაგრამ არ ჩართავს მინიმუმ. ნახე მე ლოდინის რეჟიმს რას გულისხმობ, რომ იცის რომ რაღაც პერიოდში, აი ამ დღის მონაკვეთში ან აი ამ თვის ჭრილში ელოდება ვიდეოს რაღაცას, არ აქვს მნიშვნელობა რას. თან ხშირად არის ხოლმე რომ სეგმენტურად არის, როგორ ვთქვა, არ არის არჩეული რომ უეჭველი ამ მიმართულებით აკეთებს ვინმე ვიდეოს, ხო? აი შენთანაც რო უყურებ, ბევრი სხვადასხვა მიმართულება ძალიან საინტერესო. და ყოველთვის არ ვიცი რა იდება. ეგ ისა მაქვს მე ჩემ თავთან. ძალიან საინტერესოა. ამიტომ როცა მე მოლოდინის garaშე გელოდები შენ და ველოდები შენს YouTube-ს, ყოველთვის ის მაქვს რომ აბა რა არის და მართლა მაგ ეს რო ლოდინის რეჟიმი. ანუ ძალიან ისეთია, პიროვნულია. ადამიანს ელოდები და მე ელოდები მის ამბებს. რას გააკეთებს და ეგ არის ზუსტად იუთუბერობის თელი ხიბლი. რომ აქ ადამიანები უყვართ ჯერ და მე უყვარდებათ კონტენტი. რაც არ უნდა გააკეთო. და ბევრი მაგალითია მაგისი. ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრი მაგალითია მაგისი. მე შეიძლება 200-300 კაცი არ მიყურებდეს, პირობითად ვიძახი. თითო ვიდეოს, მაგრამ მე ხო ვიცი რა დამოკიდებულებაში ვარ მე ხალხთან და ხალხი რა დამოკიდებულებაშია ჩემთან. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის სტაბილურობა, რაც შეგიძლია რომ შეინარჩუნო ცხოვრებაშიც ალბათ ეგრე არის რა. თუ სტაბილურობის შეგრძნება არ გაგაჩნია, წინ ვერ გადადგავ ნაბიჯს. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მან ნამდვილად აი ჩემს გამოცდილებაში 10 ეპიზოდში ახლა რაც შეიძლება ვთქვა 9-ში ამ ეტაპისთვის სულ მქონდა ის აბა რამდენმა შეხედა
რაღაც რამდენმა დააკომენტარა, ან რა თქვა, რომ გავითვალისწინო. სულ მქონდა ეს და მონაწერებსაც ძალიან ისე ჯერჯერობით ცოტა ადამიანია, მაქვს რესურსი რომ წავიკითხო და შევდივარ და ვკითხულობ და მაქვს ამბიცია რომ ანუ ამას ვაკეთებ და აუცილებლად პასუხი ვიღაცა თუ გეტყვის რომ არ მიაქცია ყურადღება ხალხი რა სიტყვისო არავითარ შემთხვევაში არ ანუ ვიღაცები არიან რა თუნდაც ამ სფეროში ვისაც საერთოდ ეს მაყურებლის ხარე ჩახსნილი აქვს ასე თქვა რა არ უნდა ქონდეს ჩახსნილი მე ამისთვის ვაკეთებ რომ ინტერაქცია მქონდეს რომ ცუდიც მოვისმინო კარგიც მოვისმინო აი ხა ჩვენ რამდენი ხანია უკვე ვსაუბრობთ და ამ წამს დავაკვირდე ჩემ თავს რომ მე ძალიან ცოტა ოკეი ვთქვი ჩემ დაუნებურად ეხლა დავაკვირდე და მადლობთ თუ რამეს დაინახავთ მომწერეთ ხოლმე კიდე რომ გავითვალისწინებ ესე იგი მუშაობს ეგ აი მართლა მახარას ვერ გააჩერებით ეს ფეხისა ეხა ეგ უნდა მეკითხა შენთანაც მახარა აქ რომ მოვა და მინდა რომ გაუსპამოთ ხალხო მახარას აუცილებლად რომ მიდის სესიაზე რომ მოვიდეს ველოდებით და ფეხი ახსენე შენ და წეღან მე მქონდა განსაში რომ მეკითხა შენთვის შენ მარჯვენა ფეხს რო შეეძლო საუბარი აი ხა დააგვერდი რა სიტყოდა ვაცანცარებდი ფეხს არ ვიცი უბრალოდ გეკითხები რა სიტყოდა არ ვიცი ვერ გაგცემ ახლა იმპულსი რა მოდის პირველი ვერ გაგცემ პასუხს იცი რატო შემილია ახლა პასუხი გაგცე მივხვდი მაგრამ წეგანაც საუბარში გითხარი რა მე არ მაქვს ადამიანთან საუბარი რომ უბრალოდ პასუხი გავსე ეს თუ არ გავიაზრე ხვდები თუ ამას მე მართლა ამჯერა რაღაცის ვერ გეტყვი იმიტომ რაზეც არ მიფიქრია იმას ვერ გეტყვი შანსი არ აქვს უბრალოდ პასუხი ხო უბრალოდ პასუხი დაბრუნდება რა იგივეა რაც ერთ ყურში შეუშვა მეორეში გამოუშვა და მე არ მინდა უბრალოდ პასუხი დაგიბრუნო თუ არ მაქვს ნაფიქრი რაღაცაზე და თუ მართლა მყარი ის არ მაქვს ანუ აუცილებლად გჭირდება რა გქონდეს რაღაც დადასტურებული პასუხი შენი შინაგანი მე თუ მინდა რომ დამაჯერებელი ვიყო აუცილებლად უნდა ვიყო დარწმუნებული ვისთვის უნდა იყო დამაჯერებელი მინიმუმ საკუთარი თავისთვის მე რო კამერაში ვისაუბრო მე დამაჯერებელი უნდა ვიყო საკუთარ თავთან ჩემი თავის უნდა მჯეროდეს რომ მე ნებისმიერი ჩემი წარმოთქმული სიტყვები რაღაცა არა ვიბნევი და მაკარონი არ გავხდები თუ აიბნევი რა მოხდება ჩაიჭრება თუ ავიბნევი ეგეც ნორმა ჩაჭრა რა არის ჩავიჭრები რა გაგახსენდა ახლა ჩავიჭრები თქვი ჩავიჭრები თქვი ჩავიჭრები ხო ჩავიჭრები ალბათ წარსულდა რა გაგახსენდა ამას ვკითხულობ ნახე ეს ხო პასუხისგებლობა არის იმ პასუხისგებლობას თუ მე არ მიუდექი სერიოზულად და მომზადებული ეს რაღაც მხრივ ჩაჭრა არის რა არ გამოგივიდა და მარცხია მარცხი ეხა ეს ელემენტარული ძალიან ეს მარცხი არ არის რა თქმა უნდა ხო მაგრამ სხვა რაღაცები შეიძლება მარცხი იყოს კაი ანუ რაღაცა სანამ იტყვი თუ სწორად გავიგე და გამისწორე ძალიან გთხოვ იმიტომ შეიძლება მე ვერ გავიგე კარგად სანამ რაღაცას იტყვი შენ კარგად შიგნით მნიშვნელოვანია კონდეს გააზრებული და მე როცა სერიოზულად საუბრობ აუცილებლად ოკეი გავიგე როცა სერიოზულად არ საუბრობ ბევრი რაღაც შეიძლება წამოვაყრადალო ეგ არის თერაპიისთვის ხალხმა რო იცოდეთ წამომცდა ვთქვი ჩავიჭერი why not არის იქ რაღაც რასაც ვეძებთ ხოლმე თერაპევტები გასაგები ცალკე ის არის თქვენი სფერო ჩვენი სექტა იქ ცალკე მივხვდი ისე რო თქვა ხო მაგრამ სერიოზულ საუბარში ვიძახი რა თორე ისე როცა აცანცარებული ვარ ხოლმე დიდად ვფიქრობ ხოლმე რაც ვიძახი საინტერესო ხო პატარა ექსპერიმენტი ვცადოთ არ დამაძინო ყონდა არა ჰიპნოზს არ ვაკეთებთ არ შეგვიძლია თერაპიაში პრინციპში საქართველოში არ არის ლიცენზირება მაგის და არ გვაქვს კანონმდებლობის უფლება თორე რატო არა რაღაცას გთხოვ ისეც მარტივს შენთვის მომზადე უბრალოდ პროექციული ბარათები სხვადასხვანაირი აირჩიე ამ ბარათებიდან ერთი რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონს კაი დათვალიერე და აირჩიე არ მომწონს ამდენ ბარათში რაღაც არ მოგეწონა და გადადე აი უკვე ეგ არის არ ვაფასებთ რა თქმა უნდა თერაპიაში არანაირი შეფასება არ მოდის სანამ ნიკოლოზი არჩევს თავის მეტაფორულ ბარათს იქამდე შეგახსენებთ და გეტყვით რომ ძალიან ღირებულია ჩემთვის რომ გამოგვიწეროთ დაგვალაიქოთ გადააზიაროთ სესიის ეპიზოდი იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ვართ
და მინდა გაგახსენოთ, რომ 10,000 follower-ზე აი ნახეთ ესეც კი მეშლება მე. აუცილებლად ერთ-ერთი თქვენგანი იქნება ჩემი სტუმარი სესიაზე, იმისთვის რომ თქვენს დარწმუნდეთ ნახოთ, როგორი უსაფრთხოა თერაპიული პროცესი. და აქვე შეგახსენებთ, რომ ის, რასაც თქვენ სესიის განმავლობაში ხედავთ, თქვენს ეკრანებზე, ეს არ არის ზუსტი ანალოგი სესიის, ვინაიდან ეთიკურობის გათვალისწინებით არ გვაქვს ჩვენ უფლება ისეთი ემოციური ნაწილები გამოვიტანოთ და ადამიანის ისეთი მხარე ვაჩვენოთ, რომელიც ამ ეტაპისთვის არ არის მისაღები, რომ კამერებში გამოჩნდეს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, შეხედეთ ამ სესიის პოდკასტს როგორც ზოგად გამოცდილებას თერაპიის შესახებ, არა როგორც ინტერვიუს და არა როგორც კლასიკურ თერაპიას. აი თავიდან რომლის გადადებას მომინდა ესე უბრალოდ მიზეს ვერ ხსნი. ეს არის. შეგიძლია კამერას დაანახო, შუა კამერას. ეს არის ხარი. სადაც შედიან ადამიანები, ხო? ხო, რაღაცა ამის გადადება მომინდა და რატო ვერ მივხვდი? დააკვირდი ხა მაგ კარტს? ხო, არ დაუკვირვები გო რეგრესირმისეულად. ემოციას შეხედე უბრალოდ. ხო, რაღაცნაირად რას გაგონებს? აი შენთვის როგორ განცდა სტოებს? რო რა ხდება მანდ? ხალხი მიდის და უკან თითქოს რაღაცა ხელში უჭირავთ და ბრუნდებიან. ეს მასთან რა შუაში ვერ მივხვდი რა, შუაში. ეხლა დააკვირდი უფრო მარტივად რო გავამარტივოთ ამაზე მუშაობა შენს შეგრძნებას სხეულში. რა განცდა წამოგევიდა სხეულში? აუ, მაგაზე გამახსენდა რაღაც. ხო. რები მემართება ხოლმე, იცი? ახსნა ეხა როგორც აუხსნი ერთ-ერთში ვერ იქნება ალბათ იმ შეგრძნების რასაც გეტყვი. აი ხავ ვცდილობ გავიხსენო ეგ შეგრძნება როგორია რა. ეგ მემართება რაღაც კონკრეტულ ადგილებში და კონკრეტულ მომენტებში. ძალიან ცუდად ვგრძნობ ხოლმე თავს. ეგ არც აურა, აი რაღაცნაირად თითქოს რაღაც ცუდთან არის ეს ყველაფერი რა დაკავშირებული. ცუდთან აი ვცდილობ რა რომ კონკრეტულ მაგალითით მითხარი და გაგიმარტივდება უფრო. აი არ დაასახელო თუ გინდა ადგილი, ვთქვათ მიხვედი როგორ ავარ, იცი რაღაც მომენტში, რომ რაღაც ადგილას შეიძლება მოხვდე, შეიძლება შეგრძნება დამეუფლოს, რომ ეს რაღაც სხვა დროში ხდება. ხო. თითქოს დროსა და სივრცეში იკარგები. რაღაც სხვა დროში ხდება და ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს რა. რა გინდება რომ გააკეთო? გამოცლა. გაქცევაც არის? არ გაქც. თუ შფოთვა არის, თუ უბრალოდ გავიდე. ვერ ვაანალიზებ რატო ხდება ეგ. ვერ მივედი, იმიტომ რომ ბევრჯერ მომსვლია ეგეთი რაღაც და ვერ მივსულ ვარ მაგამდე, საიდან გამომდინარე ხდება ეგ, რომ აი ესე შეიძლება ვიждდე, უცებ დამეუფლება, თითქოს აი აქ რაღაცა კატასტროფა ხდება. ხო. ერთი და იგივე ადგილზე ხდება ხოლმე თუ სხვადასხვა ადგილებზე. ან მეორდება თუ არა? გონი გამეორებულა კიდევაც. ხო. კი, მგონი გამეორებულა. ეს ზუსტად ვერ ვიხსენებ. იმდენად ისე მოდის არარსებული მდგომარეობიდან. აი შეიძლება ვიждდე რაღაცას ვაკეთებდე და მაგ დროს უცებ თავში მოდის აზრი და სხეულს შეგრძნება? ხო. რა აზრი მოდის? აზრი კი არ მოდის. თითქოს აი ეს მდგომარეობა არის აზრი თვითონ, სადაც ვარ. თითქოს ის მომენტი, სადაც ხარ, რაღაცა თავშია. კი. გავიგე. მოდი ეხლა მაშინ უცნაურობას კითხავ რა. ძილის დროს სიზმრებს როცა ხედავ? არ ხედავ. არ გამახსოვრდება სიზმრები. საერთოდ სიზმარში მგონია, როგორ არ დამსიზმრებია, მაგრამ ძირთადად სიშავეა რა. მეორე დღეს რო ვიღვიძებ, არანაირი, ერთი სილუეტის არ ჩაულებრივია, მიეჩვია მაგ-მდგომარეობა. ნახე რას ვკითხულობ, გაქვს ხოლმე რომ სხვადასხვა შეგრძნებით გამეღვიძა. სხვადასხვა განწყობით გამეღვიძა. შეიძლება არ გახსოვდეს სიზმარი. არ სხვა ემოციური ფონი იყოს. შეშინებული გამღვიძებია. კი. ხშირად არის ეგ თუ იშვიათად ძალიან? არა. იშვიათად ძალიან. იმ ადგილებში, სადაც ეხა შენ ახსენე, რომ აი მომინდა რომ გავეცალო, გავიდე. თუ აკვირდები, შენთვის ესეთი ღირებული მნიშვნელოვანი ადგილებია? თუ აი რენდომ ადგილები? რენდომ ადგილებს გეცხრა. აი რაღაც სადღაც. ეგ მემართება, შეიძლება კინოზეს დამემართოს, როცა უყურებ. რაღაცას კონკრეტული რაღაც მოხდება და თითქოს ჩემ თავში წარმოდგენა ხდება იმისი, რომ ეხა მგონი იქ ვარ.
და ის იქ არსებული ის ენერგეტიკა თუ რა ქვია, არ ვიცი, ძალიან მომძიმებს იმ მომენტში. იმიტომ რომ ენერგიის აღქმა არის შენთან. ოღონდ ეს კი არ ვიძახი რომ აუცილებლად ცუდი რამე უნდა ხდებოდეს. არა, ხო, აი, იქ რო რაღაც ხდება, უცებ რაღაცნაირად ჩემ თავში მოდის ეგ წარმოდგენა, რომ რაღაცნაირად აი აქ ხვდები, თითქოს მოხვდი აქ. თითქოს მოცული ხარ იმ ამბით. კი, აი სადღაც აქ ვარ რა, ოღონდ ეს წამიერად ხდება, ძალიან წამიერად და ეს შეგრძნება იმდენად არასასიამოვნოა, რომ გადმოცემაც მიჭირს. აი, ნახე, რა ხდის ამ შეგრძნებას ესეც ძალიან არასასიამოვნოდ. თუ კი რაღაც მომენტი პოზიტიური. ძალიან რეალურად აღვიქო ალბათ და მაგიტო. კანს შიგნით გრძნობ. აი ხო, აი მთლიანი ჩემი გონები, მთელი ჩემი სხეული თითქოს რაღაცა აი ამ იმაში გავიჭედე უცებ თითქოს რა. გავიგე. ნახე, ეგ ესე რომ ვთქვათ, ძალიან ხშირად არის ხოლმე, როცა ადამიანი ენერგიას გრძნობს მის გარშემო და ეს ენერგიები ზოგადად სამყაროში არის ხო, ბუნებრივია და არასდროს ენერგია არ ქრება და ერთი სახის ენერგია. მაგიტო ამბობ, ერთი სახის ენერგია გადადის მეორე სახის ენერგიაში და ყოველთვის მოვდივართ კონტაქტში. განწყობები, ადგილები, სივრცეები, სადაც ხვდებით, ყოველთვის არის სხვადასხვა ტიპის ენერგიით დამუხტული და არა იმ ენერგიებით, რომელშიც ჩვენ ეხლა დღეს აქ დამჟამად ვცხოვრობთ, არამედ ყველა იმ ენერგიით, რაც იქ იყო. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც საკმაოდ სენსიტიურები არიან, სენსიტიურში გულისხმობ, რომ განვითარებული აქვთ ეს ფსიქოემოციური ინტელექტი, აი EQ-ს რასაც ვეძახით და ძალიან ღმად შეუძლიათ განცდაში შესვლა, ამ ადამიანებს ახასიათებთ იმაზე მეტი იგრძნო ადგილებზე, ვიდრე სხვა შემთხვევაში ადამიანები გრძნობენ. და როგორც ეს კარგად დამუშავებული ქცევა არის ხოლმე ფსიქოთერაპევტების, იმიტომ რომ ამაში მეცადინეობენ ხშირ შემთხვევაში და იოგებს ახასიათებთ ძალიან ისე კარგად, იმიტომ რომ სულიერებასთან, შინაგან სამყაროსთან კარგად არიან. მაგრამ რახანმე აქვე უკვე ვიცი რომ შენ არც ერთ საკეთებ ამ ეტაპზე, არც ერთს არ აპრაქტიკებ. ხო, ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ შენი შინაგანი ენერგია, რაც არის იღწვის რომ შეიცვალოს. გადავიდეს სხვა ლეველზე. მეტი გაცნობიერება მოგცეს. ცოტათი კიდე უფრო მეტად შეიცვალოს შენი ცხოვრება. შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ ამ კუთხით და ძალიან დამახასიათებელია შენი ხა ეს ბარათი რაც აიღე ხელში და უცებ დაიწყე აი ეს შენი გამოცდილების მოყოლა. ხა ეს ძალიან რენდომად მოვიდა. კი, ძალიან გვანან ერთმანეთს. ამან ეგ შთაბეჭდილება დამიტოვა თითქოს აი არარსებულ ადგილზე, არარსებულ ემოციებით ამავსო რა. კი, რომელიც ძალიან არასასიამოვნოა ხოლმე ჩემთვის. იმ მინდა რომ მაგ დროს გავეცალო რაღაცნაირად და ეგ შეგრძნება არ მოვიდეს. ხო გეუბნები ეგ ადგილებში წასვლაზე არა რამდენადაც შეიძლება სახშიც მომივიდეს, კინოს ყურებისას, მაგალითად აი ემოციურ ფონზე მოგდეს. შეიძლება. ემოციურ ფონთან არის დაკავშირებული. ოკეი, მოდი მაგაზე პატარა ექსპერიმენტს გავაკეთებ თუ შეიძლება შენთან ერთად, იმიტომ რომ ხედავ რომ უფრო სიღრმეში ფაქტია რომ შეგიძლია წახვიდა. კარგად დადე ფეხები მიწაზე. კომფორტულად მოთავსდი, ხო? კი ბატონო, კარგად ვწიხარ. აი, საوارზეილია სხვადასხვა. ცოტა დამცხავარ. ოკეი. უბრალოდ დააკვირდი შენ სუნთქვას. გინდა თვალები გაახილე, გინდა დახუჭე, როგორც გირჩევნია. თუ პირველ ჯერზე აკეთებ, მე გირჩევ რომ დახუჭო, უფრო გაგიმარტივდება. არ დაგეძინება, ჰიპნოზი არ იქნება, არაფერი ტრანსული მდგომარეობა არ იქნება. უბრალოდ სკანირებას გავაკეთებთ. აღვწერთ შენ შეგნით სხეულში რა ხდება, რომ დაინახო შენ თვითონ შენი შეგრძნებები. უბრალოდ დახუჭე თვალები, დააკვირდი შენ სუნთქვას, ცხვირით ჩაისუნთქე და პირით ამოისუნთქე. გამოუშვა პირით? კი, ცხვირით შეისუნთქე. პირით ამოისუნთქე, 2 წუთი გაჩერდი შენ სხეულთან კონტაქტში. შეეცადე რომ განცდებთან მოხვიდე კონტაქტში, რა ხდება სხეულში. უბრალოდ დააკვირდი მიმდინარე ამბებს, პროცესებს. ძალიან ცოტა დრო 2 წუთი მიეც შენ თავს რომ დაისვენოს. მოგცეს საშუალება რომ ცოტა ხანი მოადუნოს სხეული. ძალიან უსაფრთხო გარემოში ხარ. არაფერი არ გემუქრება აქ. აბსოლუტურად დაცული ხარ. უბრალოდ ერთი დავალება გაქვს დააკვირდე სხეულს და შენი სუნთქვის პროცესი. შეხედე შენს გულისცემასაც და დააკვირდი სად ხარ
შენ შიგნით რა ემოცია მოგდის? თქვა? კი. ეხა შეგიძლია. გავახილო თვალი? როგორ კომფორტულია შენთვის? სიმშვიდე საერთოდ არ მომადიჭა ამათ პირდაპირ გეტყვი. სალსახად ვხედავდი. საერთოდ შფოთვითი უფრო. შფოთვითი. ხო. ვერ ვიშვენებდი ეხა მაგ მდგომარეობაში საერთოდ. ხო, ხედავდი. ხო. რა არის ის, სადაც გარბი ხარ? გარბი ვარ? ხო. იცი როგორა ვარ? რაღაც პასუხისგებლობების მეშინია რა. ძალიან ისე ვცდილობ ხოლმე რომ ავერიდო ხოლმე რაღაცას. ხედავ მთელი სესია გიყურებ. ხო, როგორიცაა მაგალითად მამობა პირობითად. ძალიან მეშინია. ხო. ძალიან, აი ისე მეშინია რომ არ ვიცი რა. გონია რომ ვერ ვიქნები. კარგი მამა. როგორია კარგი მამა? მე წარმომიდგენია ასე. შვილი რომ მეყოლება, ის აუცილებლად ჩემ გვერდში უნდა იყოს სულ. ხო. მაგრამ მე რომ ახსენდება ჩემი ხასიათი, რომ ეს ვერ ვარ ესე ყურადღებიანი და ის ეგ მაშინებს. ხვდები და შეიძლება ამ ეგოისტურმა, ასე ვთქვათ, ჩემმა ხასიათმა მეშინი არ გადამძლიოს. და მამობის პერიოდში ჩემ პრიორიტეტი აქეთ არ იყოს უფრო. ხო. მიხდი ხო რას გეუნდები? მოყვები. ხო. ალბათ მაგას თუ არ თუ არ გაჩნდება ბავშვი ვერაზრ. You never know before you try. ვერც გაიგებ, მაგრამ არის ეგეთი პასუხისგებლობები, რომლითაც ძალიან მეშინია. და ჯერ საკუთარ თავთან არ მაქვს აღიარებული, რომ შეიძლება მაგის დრო შეიძლება ეხაც არის. შეიძლება ძალიან მალე იყოს, შეიძლება არ იყოს ძალიან მალე. მაგრამ მეშინია ხო მაგისი, რომ რაღაცა ვერ ვიყო ისეთი. როგორც უნდა ვიყო, რომელიც საკუთარ თავში მაქვს დალაგებული და რომელიც არ მომწონს მე სხვებისას როცა ვხედავ. რაღაცას გითხავ. შენი თავისთვის როგორი მამა ხარ? შენს თავზე როგორ ზრუნავ, როგორ უფრთხილდები, როგორ იცავ? აი როგორც მამა. რა უცნაურ კითხვებს მისვენ. აუ, საშინელება. საშინელება პირდაპირ. მესმის რო გტკენ. ვაცნობიერებ რო გტკენ. ძალიან რთულია. რა მიზნით გეკითხებიცე? რომ შენ მიცე შენ თავს უბრალოდ 2 წამი რომ დააკვირდე მაგ ნაწილს. რომ მან დარი პასუხი. მე საკუთარ თავის მამა როგორ ვარ? როგორი ვარ? კი. ძალიან კარგი. აი ძალიან კარგი როგორია ეგ მითხარი. ამ ზრუნველობას იძახი ალბათ? ზრუნველობას გულისხმობ საკუთარ თავზე როგორ ზრუნავ? არ ვიცი. მაგას გულისხმობ? იმიტომ რომ ჩემი კითხვა არის უბრალოდ შენი თავისთვის როგორი მამა ხარ? რა გინდა რომ გაუკეთო შენ თავს? რითი გინდა რომ გვერდში დაუდგე როგორც მამა? ალბათ მამა ჩემისგან მე ძმაკაცობად ამაკლდა რა. ეგ იყო. მალე რომ მოუწია ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის დატოვება, ეგ ხომ მომაკლდა მე. და ახლაც მაგას ვეძებ რა ალბათ. ისეთი ადამიანი, რომელიც სულ შენ გვერდში იქნება. ქალვაჟურზე არ მაქვს საუბარი. ისმის. საერთოდ არ მაქვს. მოყვები, იმიტომ რომ ეგ არის ხშირ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მან მე ვიყო ჩემი თავის ის მამა რომელიც დააკლდა. იმიტომ რომ დედაჩემზე საერთოდ არაფერი არანაირი ის, მაგრამ კაცებში ცოტა სხვა მდგომარეობა არის რა. და ბევრი ქალბატონის დამეთანხმება რომ მამასთან ის ურთიერთობა ბევრს ძალიან განსაკუთრებულად ახლოს აქვს რა. მიხვდება რასაც გულისხმობ. ესმის ძალიან. დედა და შვილი გავიგე, მაგრამ მამა კიდე სხვა კუთხეა. სხვა რაღაცას ანვითარებს საერთოდ რა. რა თქმა უნდა, საყოველთაო ანვითარებს მამა. კი. ხო და იქ დამაკლდა ალბათ. ზურგი. ნახე რა მინდა დაგანახო. ჩვენ სამწუხაროდ არ განვაგებთ იმას, როდის გვტოვებენ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები. მაგრამ განვაგებთ მათზე მოგონებებს. გულში როგორ ვიტოვებთ მასთან. როგორ ცხოვრობენ ისინი ჩვენ გულში და თუნდაც როგორ შეიძლება ვესაუბროთ მათ ჩვენ გულში. ჩვენ ჩუმად ისე რომ საერთოდ არავინ არ იცოდეს ეგ. და ამ დროს ყავს მაშინ შიგნით მამა იქნება, დედა იქნება და იქნება ძმა იქნება. ყველა. აი საყრდენი ემოცია გვაქვს და შენ ძალიან ღირებული რამე ახსენე და საწყისში ნახე მე ვგრძნობ ენერგიებს. სხვადასხვა ადგილებში მაქვს ენერგიები.
ეს ენერგიები არის ის, რაც კარგი, რა ცოტა ხანი შენთან გულში შემოუშვა. იმიტომ რომ მამასაც იგრძნობ. ეგ თერაპიული ნაწილია, სადაც უბრალოდ საყვედურობ მე რეალურად. მაგრამ ჩვენ თავს პატიობთ იცი პირველი. ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი. იცი რა არის სულ ფიქრობ ხოლმე რა. და ეგრე მithქვამს ხოლმე ვიღაცას რომ მაგალითად მამა გარდაცვლია, ცოტა მოგვიანებით. ხო. სულ ჩემთან სულ იმას ვიძახი ხოლმე რა. იმიტომ რომ მე მგონია რომ გააზრებულ ასაკში რო ხარ, ცოტა დიდ ასაკში რო ხარ, მაშინ უფრო რთულია მშობლის დაკარგვა. კი. და სულ მაგით ვამართლებ ხოლმე ჩემთავს, რომ ალბათ ადრეულ ასაკში უნდა დამეკარგა. რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივად გადამეტანა რა. იმიტომ რომ ვფიქრობ ეგ რო ეხა მომხდარიყო. წარმოდგენაც არა, მაგრამ მოხდება. ძალიან მესმის შენ. და ძალიან მოყვება. მაპატიე თუ ძალიან ძიმე თემას შევეხები ხა. მაგრამ მადლობა რომ შენი თავისთვის ამას აკეთებ. რაღაც უნდა გთხოვ. დღეს რო წახვალ ჩვენგან რაღაცით გაახარე შენი თავი, როგორც აქ გვაქვს. როგორც მამა. აი მამები შვილს რითი სახარებენ, შე როგორი წარმოდგენაც გაქვს. ატულუცებენ ალბათ რაღაცებით. ნაყინებს ყიდულობენ ზამთარში. რაც გიყვარს, ნებისმიერი რაღაც პოზიტიური. პატარა რამით გაახარე. მარტივით. იმიტომ რომ დაინახო შენს და შენ მაშინაგანმა ბავშვმაც. იმიტომ შენ შიგნით არსებობს ის პატარა ნიკა. რომელსაც ეს ტკივილი მასთან არის, ის ატარებს და შენ უკვე ამ ასაკში შეგიძლია მას დაუჭირო მხარი. და იქ ძალიან მაგარი რამეა. რომ გააქვს ამის რესურსი გააკეთო. და ეს კიდე ერთხელ აჩვენებს შენს დამოკიდებულებას თუნდაც აი ადამიანებთან და ურთიერთობებთან, იმიტომ რომ ხო, არავინ არ იცის როგორი დედა ან მამა იქნება. იქამდე სანამ არც დის და არ ნახავს. მაგრამ ეს გააზრება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, სულ მცირე იმისთვის, რომ ყოველი წუთი გამოიყენო ურთიერთობაში. ყოველი წუთით პირველ რიგში შენ დატკბე. და ძალიან არის ხოლმე. სერიოზული, მოწყენილი, სევდიანი, განხარებული, whatever, რაც იქნება. შეგვიძლია შევთანხმდეთ მე მგონი მაგას. თავარი არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა მიცე შენ თავს უფლება, რომ ამ ყველაფერმა ჩაგიყოლოს. ეგ არის თავარი. თუ არ ვიგრძნობთ, მაშინ ადამიანები არ ვართ. და ის რო ეხა ამას გრძნობთ და ეს ორივესთან განიცდება ამ წუთას ეს ემოციური ფონი არის დამადასტურებელი იმის, რომ უბრალოდ ადამიანები ვართ. და გვაქვს ადამიანებს უფლება ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. და სწორედ მართლა ამაზე მუშაობს მთელი ფსიქოთერაპიის, არ ვიცი როგორ დავარქვა, პროცესი, მთელი ფსიქოთერაპიის არსიც ამაშია. ადამიანს მიცეს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის. შეხვდეს იმ განცდებს, რაც არის ხოლმე. არ უნდა მოვსულიყავი რა. აი, ხო ვიცოდი რომ ეხა ეს მოხდებოდა, დადგმულია ხალხო. აგერ იქ დგას ვიღაცა ხალხს ჭრის და დამაძალის. კი. ნამდვილად დადგმულია, კი. და დადგმულია მართლა ეს ენერგიებისგან. სამყაროსგან, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ხდება სწორ დროს, სწორ ადგილას. მე მინდა გაგახსენო, რამდენი ხნის წინ ვაპირებდით ჩვენ ჩაწერას. ხო. და მე ოპერაცია დამჭირდა, შენ სიცხე გქონდა, სანამ მე რეაბილიტირდი და რეალურად ეს ამბავი ელოდებოდა რაღაც დროს. და დასაწყისში გაგახსენებ რა მითხარი. მე მალე დაბადების დღე მაქვს. ხო. შეიძლება კითხო როდის გაქვს დაბადების დღე? ივნისში 17. ძალიან მალე. ესე იგი შენი დაბადების დღის წინ ცვლილებები იწყება.
გითხრა. სუმცირე შეგეძლია უკვე ისწავლო მამობა შენ თავთან. იმეც სადინებისთანაც ვერ შეგეშლება ვერასდროს. არა, იცი რა არის, ეგ ის არის. გარშემო რამდენი მას ხედავ, ცუდ მაგალითებს ასე ვთქვათ რა. მამობაზე არ მაქვს მარტო საუბარი, ხო რა. ერი გეშინი ეგეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. რომ ხელა პასუხისგებლობა აიკიდო. ასე ვთქვათ. ხო და მაგ პასუხისგებლობასთან შორს დავდივარ. არ შევხვდე სადმე, თორე თუ შევხვდი გამილაწოდებს მაგრამ. საინტერესოა, წლების მერე შენი შვილი რო ნახავს ამ პოდკასტს. როგორ ღელავდი და როგორ ელოდებოდი მას. მოდი, ამიტომ მინდა გთხოვ რა ხან YouTube-ი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ წლების მერეც უყუროთ ჩვენს ამბებს. მოდი აქედან ვიმართე შენ შულს და ესე დავასრულოთ. ვაიმე. მე გამთხოვ. ორის რას ვეტყვი. მე ასე მეშინია მეთქი და მაგას შევძლებ რომ მიმართო რამით, რავი რა უთხრა. მარტო არ ხარ. არაფერი. მოყვებ. ერთი დანამდვილებით რაც ვიცი ეგ არის რომ ალბათ ძალიან სუსტი მამა ვიქნები რა. ისეთი ვერ ვიქნები როგორც ხასიათი მაქვს. ვერ გავუკაჩავ რა ალბათ. რას გულს ხომ კაცრი ვერ იქნები? ვერა ხო მაგას ვიძახი. კარგი მართლა ბავშვი. გონი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ძალიან ბავშვზე დელიკატური არაფერი არ არის ამ სამყაროში. არაფერი ხო და გამიჭირდება ალბათ სიმკაცრემას. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველაფერთან შეიძლება მკაცრე ვიყო. ესე შენი ოჯახი განსაკუთრებით დაელოდება, როდის გახდება მამა. მე ის ვიქნები ალბათ რა, ის ოჯახში რომ დედა უფრო არის, ხო იცი? მე მამასთან რო აგვარებენ, მამა უეჭველი ეგრე იქნება რა. ძალიან ღირებულ საყდანს საუბრობ ამ წუთას და უეჭველი ეგრე იქნება, ხო იცი? ყველაფერს მომიგوارებს ალბათ. მოვა და ეს რა ქვია, ყველაფერს დამილაგებს აბსოლუტურად და შეიძლება ყველაფერი გაუგეთო საერთოდ. ძალიან მიხარია რომ ამას ამბობ. იმიტომ რომ ძალიან განიცდება ეხლა როგორი ემოციითაც ამბობ და მართლა კარგი ადამიანი ყოფილხარ, ხო იცი? არა, მიშავს. ისეთი როგორიც ხარ. მადლობა მინდა გადაგიხადო. იმისთვის რომ მოხვედი სესიაზე. იმისთვის რომ ესეთი გულწრფელი იყავი. ამოჭერით ეხა ის არა. ვეცდებით რომ არ ამოუჭრათ არაფერი. ან ის ფილტრი დამატეთ. კი. მადლობა და გამომწერებს მინდა შეგახსენოთ რომ თუ კი თქვენ შეგეხოთ რაიმე ჩვენი დიალოგიდან და დარწმუნებული ვარ ბევრი ნაწილი შეგეხებოდათ. მაშინ თქვენი სესია უკვე დაწყებულია. და აუცილებლად შემოგვიერთდით ფსიქოთერაპიული სივრცის, ასე ვთქვათ, რიგებში, სადაც ძალიან ბევრ თერაპიულ ინფორმაციას მიიღებთ, დახმარებას მიიღებთ და სწორედ პოდკასტის სესიის წარმოდგენი არის ფსიქოთერაპიული სივრცე კლინიკა. მადლობა და დროებით.